სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას და მალე დავამთავრებთ დღეს დავამთავრებთ ჩვენ ამ განყოფილებას და მადლობა უფალს მე ვთხოვე მას რომ კვირაში ერთი ეს განყოფილება მოეც საშუალება რომ დამთავრებინა ხოლმე, რათა დაგვრჩება უკვე შეიძლება ამ წელიწადს მთლიანად დავამთავროთ მე ეს კითხვა-პასუხები და გავაგრძელოთ უფრო კიდე ქადაგებების სერიები. ჯერჯერობით ესე მივდივართ და მე მგონი მოვრჩებით ამ 23-ე განყოფილებას დღეს კვირაა და ხვალე უკვე სამსახურში გავდივარ. შემდეგი კითხვა ძალიან საინტერესო, ეს ეხება ატაცებას და ზოგს გონია რომ ატაცება იქნება ნაწილობრივი, ქრისტიანების გარკვეული ნაწილი დარჩება. ზოგი პირიქით ფიქრობდა რომ საერთოდ ატაცება არ არის იცით ხომ, მაგრამ ეს კონკრეტული კითხვა ეხება იმას რომ ზოგიერთი ქრისტიანი ატაცებული იქნება, ზოგი არა. და ლაპარაკია ჭეშმარიტ ქრისტიანს. ახლა ბევრი ჩემულობს ქრისტიანობას 2.5 არის თუ არ მეშლება მილიარდი დღეს ბოლო მონაცემებით, ვინც ნომინალურად ამბობს რომ ქრისტიანია. ყველა შედის ამაში, ხო? ყველა დენომინაცია ჯერ მარტო კათოლიკები არ მილიარდი. რა თქმა უნდა, ამაზე არა ლაპარაკი. ლაპარაკია ჭეშმარიტი ქრისტიანი. ავიღოთ მაგალითად ჭეშმარიტი ქრისტიანი არის, თუნდაც ავიღოთ მილიონი, ხო? დაუშვათ უხეშად რო ვთქვათ მილიონი, ან შეიძლება 1000, 10000 არ აქვს მნიშვნელობა და ციფრს, ხო? აი ამ ჭეშმარიტი ქრისტიანებიდან, რასაც ქვია ჭეშმარიტი ეკლესია, უხილავი ეკლესია და ეს არ არის ტაძრებში მოყანყალე ხალხი და არ არის იმაებში, რა ქვია, გაწევრიანებული და რაღაცა ისეთი ხალხი, ხო? ჭეშმარიტი ეკლესია, ვინც ვიცით და ქრისტე მიცის ვინ არიან ესენი. გამოსყიდული, ნამდვილად ახლიდან დაბადებული ადამიანები. აი ამიდან ზოგი ფიქრობს, რომ ნაწილი იქნება გაყვანილი და ნაწილი დარჩებიან და გაივლიან იმ გასაჭირს. აი ესეთ კითხვას სვავს ჯოდი. მოდით მოусმინოთ ჯოდს, თუ რას ამობს ის. ნახეთ, არასწორი ინტერპრეტაციები, მე არასწორ შეხედულების იძლევა ძალიან ბევრ საკითხზე. და ბიბლიიდან თუ არ გაამაგრეს ბიბლიური მუხლებით, ხო? ეს არის ადამიანური რაღაცა ჯერ ეგეთი არასწორი ინტერპრეტაცია, ან კიდევ შენი ფანტაზიებით შესვლა. მოდით მოусმინოთ, აბა რას ამობს. გამარჯობოთ, მე მქვია ჯოდი და ამ ზაფხულს შევხვდი ზოგიერთ ქრისტიანს, რომლებსაც ჯერათ რომ ატაცების დროს მხოლოდ ზოგიერთი ქრისტიანი იქნება ატაცებული და მათ ჯერათ მხოლოდ ნამდვილი ერთგული ქრისტიანები აიტაცებიან, ამიტომ ეს ნაწილობრივი ატაცებაა. და ეს პირველად მესვდა ამის შესახებ და მაინტერესებდა თუ როგორი იყო თქვენი აზრი ამის შესახებ, თუ გქონდათ რაიმე წმინდა წერილის ადგილები, რომლებიც დამეხმარებოდა მათთან ამის შესახებ სასაუბრად. ახლა, რასაც ადამიანები სვამენ, ახლა მე თუ მკითხავთ, ხო? აი ახლა პიროვნება რასაც ამბობდა, ხო? ნახეთ, ერთგული ქრისტიანები. ესე იგი, ამაში შეიძლება იგულისხმება ის, რომ ყველა არ მოიაზრება. ესეც უნდა გავიგოთ კითხვაში. და ბატონი ჯონი და ბატონი დიკი რიჩარდი, რომლებიც კითხვებს ამ პასუხს ავენ, ამათმა ესე იგულისხმეს, რომ ლაპარაკია მთელი ქრისტიანობიდან იქაც გამორჩეული თითქოს ერთგული ნაწილი, გესმით? აი ეს ახლა ცოტათი ის არის რა, მაგხრივ ბუნდოვანია კითხვის დამსმელიც, იმიტომ რომ საინტერესოა ისინი რას გულისხმობდნენ ამაში, როცა სვავდნენ ამ კითხვას. ხო შეიძლება ისინი გულისხმობდნენ ერთგულ ქრისტიანებში ჭეშმარიტ ქრისტიანებს და არა ნომინალურებს, ასე რომ ამ პასტორების გადმოსახედიდანაც გასაგებია ესენი, იმიტომ მრევლი ისმენს ამას და როგორ პასუხსცემენ. მოდით მოусმინოთ, ახლა პირველ რიგში ჯონ მაკარტური პასუხობს ამას. როგორც ვინც ადრესრებოდა ამ კითხვა-პასუხებს, ეს განყოფილება ეხება მხოლოდ გამოცხადების წიგნს და აქ ბატონი დიკი, რიჩარდი, მე გვარი არ ვიცი სამწუხაროდ, შემიძლია შემდეგ ჩავიხედო და ვნახო, აღარ ჩამიხედია ადრეულ წლებში ვინ იყო რიჩარდი. რიჩარდი ეხლა არ ვიცი, არ მახსენდება გვარი და ბევრი ადამიანი ვიცი, ვინც მასთან მოღვაწეობს, მაგრამ გვარი არ ვიცი, მან წაიკითხა ქადაგება, მე გამოცხადების წიგნზე, იმიტომ დისერტაცია დაუწვია ამ საკითხთან დაკავშირებით და ჯონმა მიცა მას უფლება რომ წაიკითხა და შემდეგ კითხვა-პასუხები დაესვათ. და აქ ორივე მონაწილეობენ ახლა პასუხებში. პირველი ჯონი პასუხობს ამას. ნება მომიცით უბრალოდ თქვა. შემდეგ კი დიქს გადავცემ 30 წამიანი პასუხისათვის. თუ მას სურს რა თქმა უნდა, მაგრამ მე მინდა ვთქვა, რომ არ არსებობს წმინდა წერილის და ამაზე უკვე აღარ დავობთ წერტილს დავსვამ ამაზე, full stops ამბობენ, ხო, რომ ამის შემდეგ აღარ არის დისკუსია, რომელიც ასწავლის ნაწილობრივ ატაცებას. ესე იგი, რომ ნაწილი ქრისტიანებისა, ლაპარაკია ჭეშმარიტ ქრისტიანებზე იქნება ატაცებული, ნაწილი დარჩება. არც ერთი ვიმეორებ ამბობს ჯონ მაკარტური. და შემდეგ დიკი ამბობს. კიდევ 200 დავამატებდი ბატონ ჯონ,
კი, შეგიძლია შეავსოდიქ და რიჩარდი აგრძელებს. წმინდა წერილები, რომლებიცაც ისინი ხელმძღვანელობენ და მიდიან, არის მეორე მოსვლის შესახებ წმინდა წერილის ის ადგილები, სადაც ზოგს წაიყვანენ, ზოგს კი დატოვებენ. გახსოვთ ეს მათეს სახარება 24 თავი და სხვათა შორის მეც უნდა ვაღიარო ჯონ მაკურაძემაც, რომ მეც არასწორად მესმოდა პირველად თავიდან პირველ ეტაპზე როცა წავიკითხე, რომ მათ არასწორად გაიგეს თითქოს და ბოროტები არიან გაყვანილები და კარგები რჩებიან. აი ესე მესმოდა მეც, რომ ბოროტები გაყვანილები არიან დასასჯელად და კარგები რჩებიან. გესმით? და არა ის, რაც ჩვენ გვწამს ამბოსდიკი, რომ კარგები არიან ატაცებულები და ბოროტები რჩებიან. გახსოვთ ხომ წისქულზე, გახსოვთ მეუღლე და ქმარი, მინდორში, ყველგან მე ესე მესმოდა. კაი ხნის განმავლობაში უნდა ვაღიარო პირველი წაკითხვიდან. იმიტომ კარგად რო არ ვიცოდი მთლიანად ბიბლია. აგრძელებს რიჩარდი დიკი კიდევ მეორეს. თუ ნაწილობრივ ატაცება ჭეშმარიტია, დაუშვათ, აი დაუშვათ ერთი წუთით, ხოლოდ რომ ეს არის ჭეშმარიტი, ხომ? და ის მორწმუნეები, რომლებიც კარგები არიან, უნდა დატოვებული იქნენ და უნდა გაიარონ მათ მთელი ეს დიდი ურვა, რათა გადარჩნენ სულის გამოხსნისა. მაშინ რაღა აზრი აქვს ქრისტეს ბემას ტახტს. გახსოვთ ჩვენ რომ ვილაპარაკეთ ქრისტეს ბემას ტახტი, სადაც ატაცებული ქრისტიანები წარსდგებიან ქრისტეს წინაშე და იღებენ ჯილდოებს. ნახეთ? ამას უკვე აღარ აქვს აზრი. მაშინ რაღა აზრი აქვს კარგი ქრისტიანიც, რომ დარჩება კარგი, ხო, კეთილიც და გადის ამ გასაჭერს. და ზოგიერთ ქრისტიანს იქ ეძლევა საჩუქარი? აი ეს ცოტა არ ლაგდება. ასევე რომ ვილაპარაკეთ ჩვენ თხებისა და ცხვრების გამოსყიდვაზეც, ხომ, გამორჩევაზეც. ასე რომ ეს დროის და ძალისხმევის ფლანგვა ღმერთის მხრიდან. ესეც არა. არა მარტო ის, რაც ბატონმა ჯონმა თქვა, რომ არ არსებობს წმინდა წერილი, რომელიც ამას დაადასტურებს, არამედ ის, რომ ისინი ამახინჯებენ არსებულ წერილებსაც და ბოროტად იყენებენ ამ საკითხებთან მისასვლელად. და ასევე, როგორც გითხარით, სასაცილოდ აქცევენ ქრისტეს მთელ ამ ბემას ტახტს და მის განაჩენს. გახსოვთ ხომ განაჩენიც, როდესაც ქრისტე დადგება და განაჩენს გამოიტანს. ასე რომ ჯონ მაკარტური აგრძელებს და კიდევ ერთს გეტყვით მე. ისინი რასაც აკეთებენ, თავს ეს ადამიანები, ხო? ბუნებრივია თავიანთ თავს გულისხმობენ იმ ელიტაში, სულიერ ელიტაში, რომლებიც ატაცებული იქნება. ხოლო დანარჩენ ადამიანებს, დანარჩენ ქრისტიანებს ისინი რატომღაც ტოვებენ აქ. და ღმერთს ზულს ამაყიგული ჩვენ ვიცით, რომ ერთხელ ამშვიდებენ შეიძლება თავიანთ მრევლსაც, რომ თქვენ კარგები ხართ და სხვები ნაკლებად ქრისტიანები არიან. ასე რომ კეთილი და ჩვენ ელიტური წავალთ, ატაცებული იქნებით, ხოლო ჩვენზე ნაკლები დარჩებიან. გასაგებია? დიახ, მადლობ ჯონ, გასაგებია.